მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ერთგულო და უღალატო განუყრელო გულშემატკივართა მართლმადიდებელო მოწმე ქრისტიანო მეკობრებო და მოგილოცავთ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს და მასთან ერთად თბილისობას, რომელშიც დედაქალაქ თბილისში მიმდინარეობს თბილისობის დღესასწაული და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს და მრავალ დღესასწაულს დასწრებოდათ. სახალხო ბანკსა და საქართველოს ბანკში მიმდინარეობს უწყინვალესად საუკეთესო და წარმატებით მუშაობა, რომელშიც ძალიან დიდი მადლობას ვუხდი სახალხო ბანკსა, სამმართველოსა და საქართველოს ბანკს და მიულოცავ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს დასწრებოდნენ. ეხლა მოგახსენებთ სამწუხაროდ ერთ-ერთმა მასწავლებელმა მაცნობა რომ სკოლებში, ზოგიერთ სკოლებში ესწავლება გაკვეთილები თურმე სექსოლოგიურ თემებზე, მაგრამ მე მიმართავთ ხონდ ზოგიერთ სკოლების დირექტორებს, არ ვიცი რომელი დირექტორები გახლავთ და გამოძევნოს რელიგიის მასწავლებელი, რომელშიც რელიგიური სწავლება გაუგრძელოს ბავშვებს, რომელშიც ეკლესია წამდეთ ხატი და ჯვარი წამდეთ და ღმერთი ადიდონ ყოველთვის ხოლმე. მე კი წინასწარ ძალიან დიდ ურმასვალობას ვუხდი ამ სკოლების დირექტორებს და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს დასწრებოდნენ. აგრეთვე მე მინდა ისიც მოგახსენოთ, რომ ძალიან დიდ პატივსცემს დახმარებას და ყურადღებას მაქცევს აგრეთვე საქენერგოს ხელმძღვანელობა, რომელშიც ელექტროენერგიას თუქნის ყოველ თვეში, რომელშიც არაფერს არ მახდევინებს საქენერგოს ხელმძღვანელობა და მე მინდა ძალიან დიდი და უყურმეს მადლობა გადაუხადო საქენერგოს ხელმძღვანელობას, მიულოცავ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს დასწრებოდნენ. აგრეთვე მე მინდა პოლიციის ხელმძღვანელობას მოახსენო მე რომელშიც ჩემი სახლი გამპარტახეს, დამიზიანეს და გამიცავწეს და არ ვიცი ვინ არის ეს წარმოადგენლები, ეს გამცაცვალები და ფიზიკურ და სიტყვაში ორაწყობილები, ვერაფერს ვერ გიპასუხებთ და მოგმართავთ ხონდით, რომ გააკონტროლოთ ჩვენობაში სიტუაციები და დააკავოთ პასუხისმგებაში ამყოფინოთ ის პიროვნებები, რომლებიც დამნაშავეები არიან. და გადააგზავნოთ ციხის ზონებს. მე კი წინასწარ ძალიან დიდ და უგრმას მადლობას გიხდით და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს დასწრებოდეთ და დაგლოცთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. აგრეთვე მინდა კიდევ ერთი რომ ძალიან დიდ დახმარებას მიწვდის და ყურადღებას მაქცევს და პატივსცემს ის საახლოვო წრეთა ჯგუფი, რომელშიც ძალიან დიდი მადლობელი ვარ მათი და მიულოცავ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს დასწრებოდნენ. აგრეთვე იმასაც მოგახსენებთ, რომ როდესაც მე მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავთ, 23 წელი უკვე ეკლესიაში ვიმყოფები და ღმერთს დიდებას უთვლი და დიდებას წინასწავლოცავს დიდ ეკლესიებს. მაგრამ მე ერთ რამეს მიმართავთ ხონდით მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანთა წევრებს, რომელშიც სახლში გაჩერდებიან, იარონ ეკლესიაში და ადიდონ უფალი და ილოცონ თავიანთ ოჯახებზე და თავიანთ გამთელობით მდგომარეობის სიტუაციებზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი უღრმეს მადლობას გიხდით თქვენ და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიან დღესასწაულს დასწრებოდეთ. ეხლა მოგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თხოვა, რომ იაღოლები არ მინდა დავასახლო სახელდაგვარი ჟურნალისტის იაღოლებზე. ეხლა მაგ ერთი საუბარი თხოვნა იაღოლებზე მთავრობის წინაშე. ასე იაღოლები რომ დადიან ოჯახებში, შესომაში აჯენდნენ იაღოლები ოჯახებს და თითქოს მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანები არ უნდა იყვნენ მაგათი აზრით. ასე ამისათვის მე მიმართავთ ხონდით მთავრობას, მიმართავ ეპარქიას ხონდით, რომ მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანად გადააკეთონ ეს იაღოლები და აღარ იყვნენ საერთოდ იაღოლები ჩვენს ტერიტორიაზე, რომელშიც ეკლესიებში იარონ იაღოლებმა და მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანები ყოფილიყვნენ. მე კი
წინასწარ ძალიან დიდ ურმესვალებას უხდი ამ მთავრობას ზესტამონის ხელისუფლებასა და ეპარქიას და მიულოცავ წინვალე საეკლესიო ქრისტიანულ დღესასწაულს და მრავალ წინვალე საეკლესიო ქრისტიანულ დღესასწაულს დასწრებოდნენ. კიდევ ერთი ინფორმაცია მოგატევთ, რომ რეფორმა, რომელშიც სკოლებში მიმდინარეობდა რელიგიური მაგივრად სექსოლოგია მიმოვარდა, კიდევ მეორედ მიმოვარდა სექსოლოგია საერთოდ არის სკოლებში, მაგრამ ეს მოსაწონი არ არის და ხელისუფლებას მიმართა, რომ სკოლის დირექტორებს დაავალოს, რომ რელიგიური სწავლება განაგრძოს ბავშვებზე. აგრეთვე იმასაც მოგახსენებთ, მე რომ ტელევიზიებით, რომელშიც მიმდინარეობს პორნო ფილმები, არ შეიძლება ოჯახებს პატიოსან ნორმალურ ოჯახებში ეს პორნო ფილმები და მიმართავთ ხონით რეჟისორებს, ვინც ისმას ინტერნეტით ამ ტელევიზიის რეჟისორები მიმართავთ ხონით, რომ გააუქმოს ეს პორნო ფილმები ოჯახებში და განაგრძოს ქართულ მხატვრულ ფილმები, რომლებიც მართლად მორწმუნე ქრისტიანი მსახიობები გახლავთ ამ ქართულ მხატვრულ ფილმებში. ეხლა რაც შეეხება კულტურას და ხელოვნებას, ძალიან მომწონს აგრეთვე კულტურა და ხელოვნება, რომელშიც ძალიან მომწონს, რომელშიც პატიოსური, ნორმალური და ზრდილობიანი კულტურა და ხელოვნების ეკლესიური ცხოვრება არის კულტურა და ხელოვნება, რომელშიც მე მინდა აგრეთვე ყველას მივესალმო კულტურა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელშიც პატიოსურად შრომობენ კულტურა და ხელოვნებაში, არიან ზრდილობიანი და სხვადასხვა პატიოსურ საქმეებში ჩადიან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ნახვამდის მოვალ შეხვედრამდე.